მოგესალმებით. როგორც გახსოვთ, ჩვენი წინა ლექცია ეხებოდა წინა ლექციები, ორი ლექცია ეხებოდა არაცნობიერ ფსიქოლოგიას და მის შეცვლილ მდგომარეობებს. ლოგიკურად დღეს ზოგადი ფსიქოლოგიის კურსის მე-9 ლექციაში გვექნება საუბარი უკვე არაცნობიერის ფსიქოლოგიაზე. აი ეს არაცნობიერი პროცესები ჩვენი ფსიქიკური სამყაროს ყველაზე ძნელად შესასწავლ მოვლენებს მიეკუთვნება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ისინი არ შედიან ცნობიერების შინაარსში, ასევე არ ხდებიან ცნობიერების უშუალო, ესე ვთქვათ, ჭრეტის ობიექტები. არაცნობიერი პროცესები თვითდაკვირვებას არ ექვემდებარებიან. ამიტომაც დიდი ხნის განმავლობაში ფსიქოლოგიაში მისი არსებობა ძალიან სადავოდ ითვლებოდა. მხოლოდ მე-20 საუკუნეში და ისიც ფსიქოანალიზის გავლენით არაცნობიერის, ესე ვთქვათ, სამყარო ფსიქოლოგიური შემეცნების საგანი გახდა. მაგრამ თავისი სიღრმისეულობისა და ცნობიერებაში გამოუმჟღავნებლობის, მოუცემლობის გამო სულიერი სამყაროს ეს სფერო დღესაც ყველაზე ნაკლებად არის პრინციპში შესწავლილი ფსიქოლოგიაში. მიუხედავად იმისა, რაც უკვე მოგახსენეთ, არაცნობიერი პროცესები ამა თუ იმ სახით მაინც ვლინდება ჩვენს ცნობიერებათა ქცევაში და ამიტომაც არის ის ჩვენთვის საინტერესო. ამის მაჩვენებელი გახლავთ თუნდაც ის, რომ ჩვენი ცნობიერი ცხოვრების რიგი ფაქტების ახსნა შეუძლებელი ხდება. თუ ამას ყოველივე ამ ჩვენ ცნობიერ ერთი ვთქვით აუხსნელ ფაქტებს არ დავაკავშირებთ მათი ქვემდებარე არაცნობიერი პროცესების არსებობასთან. ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზის თქვენ უკვე იცით ამის შესახებ ამ მიმართულების ესე ვთქვათ მამამთავარი ასეთ მოვლენებად თვლიდა ჰიპნოზს, ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილ ჰიპნოზსა და სიზმარს. ცნობილია, რომ ადამიანი ჰიპნოზში მიღებულ შთაგონებას, ესე ვთქვათ, ჩვეულებრივი ცნობიერების მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ ანხორციელებს. ამავე დროს, აი ამ შთაგონების შინაარსი მისთვის სრულიად არაცნობიერი რჩება. მაგალითად, თუ ადამიანს რომელიღაც, ესე ვთქვათ, ჰიპნოზის შედეგად რაღაც გარკვეულ ჩვევას ჩაუნერგავთ, თქვათ, თუ ჩაუნერგავთ, რომ ხვალ შენი ჩვეული ჩვევა სხვანაირად, ქცევა სხვანაირად, ჩვეული ქცევა სხვანაირად შეასრულე, ის ამას გააკეთებს. მაგალითად, თუ ადამიანი მიჩვეულია რაღაც საქმიანობაზე ყოველ დღე ერთი და იგივე მარშრუტით, მაგალითად, ტრანსპორტით სიარულს და ჰიპნოტიზერი მას ჩაუნერგავს, რომ ხვალ აუცილებლად ფეხით უნდა წახვიდე ამ შენი საქმიანობის განსახორციელებლად, მეორე დღეს იგი შთაგონების შესატყვისად იმოქმედებს, ანუ გაემართება ფეხით. ცნობიერ მდგომარეობაში მას რო ვკითხოთ, რომ რატო არ ჯდები ტრანსპორტში, რატო მიდიხარ ფეხით, ის აუცილებლად რაღაც ამდაგვარ სიტყვის, ან კარგი დღეა და დღეს რაღაც ფეხით მინდა გასვლა, ან სუფთა ჰაერზე მინდა გავლა. ამ სიტყვებით ეს ადამიანი სუბიექტურად ამართლებს თავის მოქმედებას, რომლის ნამდვილი აზრი მისთვის აბსოლუტურად დაფარულია იმ მომენტისათვის. მაგრამ თუ ადამიანს ისევ ჰიპნოტურ მდგომარეობაში ჩავაყენებთ და შევეკითხებით, რატომ წახვედი ფეხით და არ შეასრულე შენთვის ჩვეული ქცევა, გვიპასუხებს, იმიტომ რომ გუშინ თქვენ დამავალეთ ასე მოქცეულიყავი. ნათელია, რომ ამ შემთხვევაში ადამიანი თავს იტყუებს, ქცევას მისაღებ გამართლებას უგონებს. სინამდვილეში მის აქტიობას მართავს შთაგონების გზით შექმნილი არაცნობიერი დინამიკური მდგომარეობა, რომელიც აი ამ ცნობიერების, სიფხიზლის ცნობიერებისათვის მიუღწეველი რჩება მისთვის. პოსტჰიპნოზური შთაგონებით შესრულებულ ქმედებას მედიუმმა შეიძლება ასეთი სუბიექტური გამართლება ვერც კი მოუძებნოს.
ჰიპნოზის ეს მინდა მოგახსენოთ, რომ ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარი გახლავთ ბერჰაიმი და მან თავის პაციენტ ქალბატონს ჰიპნოზში დაავალა, რომ მისულიყო მასთან ერთი კვირის შემდეგ რაღაც ძალიან გვიან საღამოს, უდრო-უდროს პრინციპში. ზუსტად ამ დღეს ქალი ტოვებს მის სახლში წვეულებაზე შეკრებილ სტუმრებს, თავის გაუცებულ ოჯახის წევრებს და მიდის ექიმთან. ამავდროულად გრძნობს ძალიან დიდ უხერხულობას, უბუდიშებს მას და ეუბნება, რომ არც კი ვიცი რატო შეგაწუხეთ ესე გვიან, მაგრამ ამის გაკეთების სურვილი მასზე ძლიერი აღმოჩნდა. ის რაც ერთი შეხედვით უაზრო და გაუგებარია ვიღაცისთვის, შთაგონებით შექმნილი არაცნობიერი მდგომარეობის მიხედვით წინასწარ დაგეგმილი და აბსოლუტურად აზრიანი მოქმედებაა. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ ჰიპნოზში იქმნება ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც არსებობს და ქცევის საფუძვლის სახით არაცნობიერად ფუნქციონირებს, შეიძლება ითქვას. რაც შეეხება სიზმარს, ფროიდი სიზმრის არაცნობიერისკენ თქვენთვის ბევრჯერ მithქვამს უკვე მიმავალ სამეფო გზას უწოდებდა სიზმარს. სიზმრის ცნობიერება უდავოდ არაცნობიერიდან აღმოცენდება. აქ არ აქვს მნიშვნელობა პრინციპში თუ როგორ გავიგებთ არაცნობიერს. ფსიქოანალიზისა თუ სხვა თეორიების მიხედვით გავშიფრავთ, ესე ვთქვათ, ამ ფსიქიკურ პროცესს. ფაქტი ის გახლავთ, რომ ჩვენ არ ვაცნობიერებთ, საიდან ჩდება სიზმარი. ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს. მისი შინაარსის შესწავლამ და შესწავლამ კვლევებმა შეიძლება მიგვიყვანოს მის საფუძვლად მდებარე არაცნობიერ ფსიქიკურ მოვლენამდე. სიზმარში ძალიან ხშირად ვერც გძნობთ, რომ სიუჟეტი ჩვენთვის მაგალითად ზნეობრივად მიუღებელი ქმედებისკენ მიემართება. მაგრამ როცა ეს ქმედება უნდა განხორციელდეს, სიზმრის სიტუაციაში შემოდის პერსონაჟი ან ობიექტის ვითარება იცვლება, რომელიც უარს გვათქმევინებს ამ პროცესის განხორციელებაზე. გამოგვიძებისას კმაყოფილები ვრჩებით, რომ სიზმარი ასე დასრულდა და არა სხვაგვარად. დაგვირვება მიგვანიშნებს, რომ ამგვარი სიზმრის სცენარში ხელის შემშლელი ვითარება ჩვენს ღირებულებათა სისტემას შემოაქვს, რომელიც სიზმრის ცნობიერებაში სრულიად არ ჩანს. იგი არაცნობიერად არის მოცემული. სიზმრების ინტერპრეტაციასთან ერთად არაცნობიერის, ესე ვთქვათ, პროცესში შესაღწევად ფროიდი ასოციაციის მეთოდს მიმართავდა. ეს გახლავთ მისი ფსიქოთერაპიული მეთოდი. ეს მეთოდი გულისხმობს პაციენტის მიერ მის გონებაში, ესე ვთქვათ, უწყვეტი ნაკადის სახით თავისთავად სტიქიურად ამოტივტივებული შინაარსების, სიტყვების, თავისუფალ, ესე ვთქვათ, პროდუცირებას. მათ ანალიზს ხშირად მივყევართ ცნობიერებისთვის დაფარულ ზრახვებამდე, მიზეზებამდე, რომელიც შეიძლება ფსიქიკური აშლილობების მიზეზს წარმოადგენდეს ადამიანთან. ამრიგად, ასოციაციის მეთოდი გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის არაცნობიერი ტენდენციების შესახებ. ძალიან საინტერესოა ასევე არაცნობიერის, აი ამ პროცესის განხილვისას არაცნობიერი мотиваციის გამოვლინებებს გადავხედოთ, ასე ვთქვათ. არაცნობიერის მისწრაფებების პრობლემა მჭიდროდ არის პრინციპში ზიგმუნდ ფროიდის მიერ შეგნილ ფსიქოანალიზთან დაკავშირებული. იგი აერთიანებს როგორც მკურნალობის სისტემას, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ფსიქოლოგიურ კონცეფციას. ზიგმუნდ ფროიდის უდიდეს დამსახურებას მეცნიერების წინაშე ცნობიერებისა და ქცევის არაცნობიერ мотиваციურ დინამიკურ მიზეზებზე მითითება წარმოადგენს სწორედ. არაცნობიერი პროცესებისადმი ფროიდის ინტერესს პრინციპში
ვიც კი მისცა პოსტჰიპნოტური შთაგონების მაგალითების იმ დემონსტრაციამ, რომლებიც წარმოადგინა ბერჰეიმმა და ასევე დიდმა ცნობილმა ფრანგმა ნევროლოგმა შარკომ. ერთ-ერთი მაგალითი ასეთი გახლავთ, როცა ქალს შთააგონეს, რომ ჰიპნოზიდან გამოსვლისას მას უნდა აეღო იქ მყოფი სტუმრის ქოლგა, გაეხსნა იგი და ოთახში ეარა, ვთქვათ, ამ გაშლილი ქოლგით. მან მართლა ზუსტად შეასრულა დავალება, რომელიც პოსტჰიპნოტურ მდგომარეობაში სრულებით არ ახსოვდა. შეკითხვაზე თუ რატომ გააკეთა ეს, ქალმა უპასუხა, რომ სურდა შეემოწმებინა, კარგად იხსნებოდა თუ არა ეს ქოლგა რატომღაც. როდესაც შეახსენეს, რომ ქოლგა მისი არ იყო, ძალიან მოერიდა შერწყვა და თავის ადგილზე დააბრუნა ეს ქოლგა. ხო, პოსტჰიპნოტური შთაგონების რა თავისებურებმა მიიპყრო ფროიდის ყურადღება, ეს არის საინტერესო. პირველი ეს გახდათ შესრულებულ მოქმედებათა მიზეზების გაუცნობიერებლობა, მეორე ამ მიზეზების აბსოლუტურმა ქმედითობამ, ანუ ადამიანი ასრულებს დავალებას, თუმცა არ იცის რატომ აკეთებს ამას და მესამე, რამაც ესე ვთქვათ, მიიპყრო მისი ყურადღება, მისწრაფებამ, რომ თავის ქმედებას ახსნა ან მოტივი მოუნახოს აუცილებლად. მეოთხე მიზეზიც გახდათ, ეს იყო შესაძლებლობა მიიპყრო მისი ყურადღება, რომ ადამიანი თავისი მოქმედების ნამდვილი მიზეზის ახსნამდე მიიყვანონ მასთან საგანგებო მუშაობის გზით. აი ეს საშუალება იყო, ესე ვთქვათ, მისი ძირითადი მოტივი. ფართო კლინიკური გამოცდილების საფუძველზე ფროიდმა ჩამოაყალიბა პრინციპში აქედან გამომდინარე თავისი შეხედულება არაცნობიერის შესახებ, რომლის თანახმად ადამიანის ფსიქიკაში სამი სფერო არსებობს: ცნობიერი, წინარეცნობიერი და არაცნობიერი. წინარეცნობიერი სფეროს ტიპიური წარმომადგენელი ფროიდის მიხედვით არის ის დაფარული ან ლატენტური ცოდნა, რომელიც ადამიანშია. ეს არის ცოდნა, რომელიც აქვს ადამიანს, მაგრამ მოცემულ მომენტში მის ცნობიერებაში არ არის წარმოდგენილი. მაგალითად ვიცით ვიღაც კინოვარსკვლავების მსახიობების, მომღერლების სახელები, გვარები, მაგრამ ამ ინფორმაციას აქტუალურად არ ვაცნობიერებთ. ვიყენებთ მაშინ, როდესაც ეს მხოლოდ გვჭირდება. ამგვარად, ფროიდის მიხედვით ფსიქიკა უფრო ფართოა, ვიდრე ცნობიერება. ფარული ცოდნაც ფსიქიკური წარმონაქმნია, მაგრამ აბსოლუტურად არაცნობიერი. მისი გაცნობიერებისთვის საჭიროა მხოლოდ შემონახული შთაბეჭდილებების, ესე ვთქვათ, გამოცოცხლება, როგორც ის უწოდებდა. ფროიდს შესაძლებლად მიაჩნდა ამ შინაარსების მოთავსება უშუალო ცნობიერების მიჯნაზე, საზღვარზე მყოფ სფეროში, წინარეცნობიერში, რადგან საჭიროების შემთხვევაში ადვილია გადმოიტანო ეს ინფორმაცია უკვე ცნობიერში და გაიხსენო. რაც შეეხება თვითონ არაცნობიერი სფეროს, მას სულ სხვა თვისებები გააჩნია. პირველ ყოვლისა ამ სფეროს წარმონაქმნების, ესე ვთქვათ, გაუცნობიერებლობის მიზეზი მათი სისუსტე არ გახლავთ. ეს როგორც იყო, ვთქვათ, ლატენტური ცოდნის შემთხვევაში, რაც წინარეცნობიერშია მოთავსებული. ანუ არა აქტუალურია, არა ძალიან ღირებულია, სუსტია და ამიტომ გადაგვაქვს ეს ინფორმაცია წინარეცნობიერში. ხოლო არაცნობიერის შემთხვევაში იქ მყოფი მოთავსებული ინფორმაციის მიზეზი ეს არ გახლავთ, რომ ის ან არ არის აქტუალური, ან პასიური ცოდნა, ან სუსტია. პირიქით, მათ უაღრესად დიდი ძალა აქვთ, რაც იმაში მჟღავნდება, რომ ისინი არსებით ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ადამიანის მოქმედებაზე და მათ მდგომარეობაზე. ესე იგი, აქედან შეიძლება ითქვას, რომ არაცნობიერი, ესე ვთქვათ, წარმონაქმნების პირველი განმასხვავებელი ნიშანი მათი ქმედითობაა. მეორე ნიშანი ეს გახლავთ უკვე ის, რომ ისინი ძნელად ან სულ ვერ გადადიან ცნობიერებაში. ეს ხდება ძალიან იშვიათად, ძალიან ძნელად,
ან უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ ცნობიერდებიან. ეს მეს ეგოს თავდაცვის მექანიზმების მოქმედების შედეგია სწორედ. აი ამ მოქმედების ნიშნიდან გამომდინარე, ნათელია პრინციპში, რომ არაცნობიერი სამყარო არსებითად დინამიკური მოტივაციური პროცესების სფეროა. ამიტომ ფსიქოანალიზს დინამიკურ ფსიქოლოგიასაც უწოდებენ ხშირად. ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით, ადამიანის ფსიქიკური ცხოვრება ინსტინქტურულ ტოლვებით არის გაპირობებული. ფროიდმა პიროვნების სტრუქტურაში მათ სპეციალური ადგილსამყოფელიც მიუჩინა და მას იდი უწოდა. იდი ორგანიზმის ენერგეტიკის ერთ-ერთი წყარო გახლავთ, ესაა პრიმიტიული ინსტინქტებისა და მოტივაციური ძალების თარეშის სფერო, ესე ვთქვათ. იდი არის მომთხოვნი, იმპულსური, ეგოისტი, ბრმა, ირაციონალური და უკიდურესად ჰედონისტური, ანუ სიამოვნებაზე ორიენტირებული. ამ თვისებების გამო იდის არაცნობიერი ტოლვები ადაპტურ და სოციალურად მისაღებ ქცევას ვერ განსაზღვრავენ. მათ შეკავებასა და რეგულაციას პიროვნების სპეციალური სტრუქტურები ემსახურება. ცხოვრებაში პრინციპში ორი რამ არის მთავარი, ეს არის მესა და სახეობის შენარჩუნება. მათ შეესაბამება მეზლტოლვები, ეს გახლავთ შიმშელი, წყურვილი და ესეთი მარტივი მოთხოვნილებები და ასევე სექსუალური ტოლვები. მოგვიანებით ფროიდმა შეცვალა თავის კონცეფცია და გარემო ესე ვთქვათ დაამატა სიცოცხლის, ეროსი და სიკვდილის თანატოლტოსი ეს ინსტინქტები. ეს უკანასკნელი გახლავთ აგრესიული, დესტრუქციული ქმედებების საფუძველი. აქ უპირატესობა მაინც ეროს ენიჭება. ეს არის გახლავთ არსებითად სექსუალური ლტოლვა, ანუ ავტორის ტერმინოლოგია რო ვიხმაროთ, ლიბიდო ენერგია. ფროიდმა აღწერა, როგორ ყალიბდება ეს მოტივაციური სისტემა ბავშვობის ასაკში და ეს თქვენ ვინც პარალელურად ასაკობრივ ფსიქოლოგიას ისმენთ, იცით. ეგრეთ წოდებული ფსიქოსექსუალური განვითარების პროცესში ასახა ეს ყოველივე მან. ამ მოტივაციური ტენდენციების არაცნობიერში დამკვიდრებისა და იქიდან ცნობიერებისა და ქცევაში გადმოსვლის რაღაც მოვლენებზე დაფუძნებული ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების ყველა გამოვლინება, მათ შორის ავადმყოფურიც დაუკავშირა მან აი ამ ყოველივეს. ის რომ აქტიობის მოტივაციური მექანიზმები ძალიან ხშირად არაცნობიერად მოქმედებენ, ფსიქოლოგიის სხვა მიმდინარეობებში და დარგებშიც დასტურდება ძალიან კარგად. ამის კარგი მაგალითია სოციალური ფსიქოლოგია. სოციალურ ფსიქოლოგიაში ადამიანის ქცევის ერთ-ერთ უпростоრად განსაზღვრულ ფაქტორად ეგრეთ წოდებული სოციალური განწყობები ითვლება. ისინი გამოხატავენ ჩვენს დამოკიდებულებას სხვადასხვა მოვლენების მიმართ და აღძრავენ შესაბამის სათანადო ქცევას. ირკვევა, რომ მათი ფორმირების, ფუნქციონირების და თუგნებავ შეცვლის პროცესი ძალიან ხშირად ისე მიმდინარეობს, რომ ადამიანის სუბიექტი ამას არც აცნობიერებს. ერთ გამოკვლევაში ცდისპირების ორ ჯგუფს უკითხავდნენ მასალას გარკვეული თემის გარშემო, ბიჰევიორისტული და კოგნიტივისტური შეხედულებების შესახებ. შემდეგ ცდისპირები ამ მდგომარეობის გარჩევას იწყებდნენ, მსჯელობდნენ ამ საკითხებზე. როცა ისინი ემხრობოდნენ და იცავდნენ თქვათ ბიჰევიორისტულ თვალსაზრის, ექსპერიმენტატორი თავის დამოკიდებულებას მათ გამოუხატავდა სიტყვებით, თავის გნევით, სიტყვებით კარგია, სწორია და ასე შემდეგ. მეორე შემთხვევაში იგივე კეთდებოდა კოგნიტივისტური თეორიის მიმართ. აღმოჩნდა, რომ ცდისპირებს ჩამოუყალიბდა დადებითი პოზიცია იმ შეხედულების მიმართ, რომელსაც უმტკიცებდნენ,
მათ, თუმცა სრულებით არ გაუცნობიერებიათ, რომ მათზე განმამტკიცებელი სოციალური ზემოქმედება ხორციელდებოდა აი იმ დათანხმებით და წახალისებით. ესე იგი, სოციალური განწყობის ფორმირება არაცნობიერად განხორციელდა. დამოკიდებულებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბების ერთ-ერთ მექანიზმს ასევე წარმოადგენს მიბაძვა. ეს პროცესი უფრო ხშირად არაცნობიერად მიმდინარეობს. ადამიანი თავის დაუნებურად დგება ხოლმე იმ პოზიციაზე, რომელიც უკავია მისთვის რატომღაც სხვადასხვა მიზეზით ავტორიტეტულ პიროვნებას. ამ ხრივ განსაკუთრებით მიმღებელნი არიან ბავშვები. თუმცა დასრულებსაც გვახასიათებს ეს პროცესი. ბავშვები, რომელთაც გადაედებათ სხვისი განწყობები ხოლმე. ამიტომ აქვს სწორედ აღზრდაში ასეთი მნიშვნელობა პირად მაგალითს, ხო? როდესაც უფროსები პირად მაგალითს უჩვენებენ მოზარდებს. ეს ნორმების შეთვისება უმეტესწილად გაუცნობიერებლად მიმდინარეობს, ეს არის მთავარი. აქ მრავალი მექანიზმი მოქმედებს. მაგალითად, თავის გაიგივება ამა თუ იმ პიროვნებასთან, ეგრეთ წოდებული იდენტიფიკაცია. ან თავის თავზე რაიმე როლის სოციალური როლის აღება. ამ დროს ადამიანს უფიქსირდება როლის შესაბამისი შინაგანი პოზიცია, ისე რომ იგი ამას აბსოლუტურად ვერ აცნობიერებს. ადამიანებს ცხოვრების პროცესში ჩამოყალიბებული განწყობების შეცვლა უხდება დროთა განმავლობაში. ეს პროცესიც ხშირად ჩვენი შეგნებული განზრახვის გარეშე გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. ფსიქოლოგიაში ეს ვითარება საკმაოდ კარგად არის შესწავლილი ძირითადად ეგრეთ წოდებული თავსებადობის თეორიების კუთხით. ადამიანს აქვს ტენდენცია, რომ მისი შინაგანი სამყაროს მოვლენები, ეს გახლავთ აზრები, ღირებულებები, დამოკიდებულებები და ასე შემდეგ, ეს მოვლენები ერთმანეთთან თავსებადნი იყვნენ. თუ იგი დარღვეულია, წარმოიქმნება მათ შორის შესატყვისობის აღდგენის მისწრაფება. და ეს ქმნის სწორედ ეს მექანიზმი განწყობების შეცვლას. დღეისთვის უკვე აღწერილია არათავსებადობის მდგომარეობათა მაგალითები და სადანადო მოტივაციური ტენდენციები. შესწავლილია აგრეთვე ის მექანიზმები და მისი შესაბამისი სტრატეგიები, რომლებსაც ადამიანები მიმართავენ არათავსებადობის მდგომარეობის მოსახსნელად, ამ მდგომარეობიდან გასათავისუფლებლად. ერთ-ერთი თვალსაზრისის მიხედვით მაგალითად თუ ცნობიერების ორი ელემენტი გარკვეულად წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, წარმოიქმნება დისონანსური მდგომარეობა, რომელიც თავის მხრივ აღძრავს მისი მოხსნის, ანუ წონასწორობის აღდგენის მოთხოვნილებას და ტენდენციას. ვთქვათ, ადამიანს უნდა დაიკლოს წონაში და ეს ვთქვათ, ვერ ახორციელებს ამას, იმიტომ რომ უარს ვერ ამბობს რაიმე პროდუქტზე. სახეზია აი ეს დისონანსი. მისი მოხსნისათვის სუბიექტმა შეიძლება სხვადასხვა გზას მიმართოს, სხვადასხვა გზა აირჩიოს და გამოიყენოს. ანუ შეცვალოს ეს დისონანსური ურთიერთობის ერთ-ერთი რომელიმე წევრი. შეწყვიტოს დიეტა, აღარ მოუნდეს, ან შეწყვიტოს იმ პროდუქტის მიღება, რომელიც ისთვის რომ მას უწყობს ხელს წონაში მომატებაში. მეორე რაც შეიძლება მან გააკეთოს და აერჩიოს, ეს არის შეცვალოს დისონანსურ ურთიერთობაში მყოფი ელემენტების მნიშვნელობა. ჩათვალოს, რომ ის პროდუქტი არც თუ ისე გამასუქებელია, ამას ხშირად იყენებენ ადამიანები. ან
თქვას და დაიჯეროს, რომ სიმსუქნე არც თუ ისე მსუქანია, ან თუ არის არც თუ ისე დიდი უბედურება იყო, ვთქვათ, გასუქებული. შეიძლება ასევე გამოიყენოს ასეთი მექანიზმი. ცნობიერებაში შეიყვანოს ახალი ელემენტები. თქვას, რომ ეს პროდუქტი ძალიან ასუქებს, მართალია, მაგრამ აღმოჩნდა, სადღაც წავიკითხე, ან გავიგე, ან ექიმმა მითხრა, რომ ის ძალიან კარგად მოქმედებს რაღაცა ორგანიზმზე, სხვადასხვა თვისებაზე, ვთქვათ, გონებრივ უნარებზე, ან ასე შემდეგ. და ეს გახლავთ ის მექანიზმები, რომლითაც ადამიანი მოიხსნის ეგრეთ წოდებულ დისონანსურ მდგომარეობას, აი ამ დისკომფორტს. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანი ამ ყოველივეს ცნობიერად და შეგნებულად აკეთებს. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში დისონანსიდან მომდინარე ტენდენცია ცნობიერების მონაწილეობის გარეშე ცვლის სუბიექტის განწყობას და საბოლოო ჯამში მათზე დამყარებულ გარკვეულ ქცევას. მაგალითად, თუ ადამიანი დათანხმდა განახორციელოს მის მორალურ მრწამსთან, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა ჩამოყალიბებული საწინააღმდეგო შეუსაბამო ქცევა, ეს გამოიწვევს დისონანსს, რომელსაც მომავალში შეიძლება მოყვეს შესაბამისი განწყობის თავისთავადი შეცვლა მათი ზნეობრიობის შესუსტების მიმართულებით. ასევე კარგად არის ფსიქოლოგიაში შესწავლილი ეგრეთ წოდებული გადაწყვეტილების შემდგომი დისონანსის ეფექტი. დაახლოებით ერთნაირი მიმზიდველობის ორი არჩევანიდან, ალტერნატივიდან გაკეთების შემდეგ ადამიანი დისონანსს განიცდის ხოლმე. არჩეულ ვარიანტს აქვს ნეგატიური ნიშნები, ხოლო უარყოფილს პოზიტიური. ექსპერიმენტულად ნაჩვენებია, რომ ასეთი რთული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იზრდება არჩეული და ცირდება უარყოფილი ალტერნატივის სუბიექტური მიმზიდველობა. ამით ინდივიდი ამცირებს ან ხსნის საერთოდ დისონანსს. დამოკიდებულებების, პოზიციების, სოციალური განწყობების ფუნქციონირებისა და შეცვლის სხვა სიტუაციებიც არის შესწავლილი სხვადასხვა კვლევიდან გამომდინარე. მათზე სხვა დროს შევჩერდები, აქ მთავარი გახლავთ ის, რომ თავად ცნობიერების შინაარსების ჰარმონიზაციისა და ასე ვთქვათ, დაბალანსების დროსაც კი ჩვენი ფსიქიკა ავტომატურ რეჟიმში ფაქტობრივად არაცნობიერად მუშაობს. მეტწილად არც ამ სამუშაოს აღზრდელი ტენდენცია ცნობიერდება ხოლმე ადამიანში და შეიძლება ითქვას არც მოტივაციური პრობლემის გადაწყვეტის ტექნოლოგიაც. ის რომ მოტივაციური წარმონაქმნების ფუნქციონირება ხშირად ცნობიერების მიღმა, მისი ველის მიღმა მიმდინარეობს, კარგად ჩანს იმის მაგალითზე, თუ როგორ მოქმედებს მიზანი. მიზანი მოტივაციური სფეროს მოვლენა გახლავთ და ფსიქიკაში მეტნაკლებად ხანგრძლივად ნარჩუნდება. იგი დასახვიდან, ანუ წამოწყებიდან განხორციელებამდე ყოველთვის არსებობს, მაგრამ ცნობიერების საგანი თქვენ წარმოიდგინეთ იშვიათად ხდება. როცა დასახული მიზნის რეალიზაციის გზაზე და საშუალებებზე ვიწყებთ ფიქრს და შემდგომ პრაქტიკულ მოქმედებაზე გადავდივართ, თვითონ მიზნისთვის ცნობიერებაში ადგილი უკვე აღარ რჩება, რის გამოც იგი გადის განიდევნება ცნობიერებიდან. მაგრამ ჩვენში მაინც არსებობს რაღაცა ფორმით და მონაწილეობას კი იღებს მისი რეალიზაციისათვის საჭირო ქცევის აქტების რეგულაციაში. მაგრამ მთლიანი ფორმით იგი ცნობიერებაში შენარჩუნებული არ არის. როცა განხორციელების გზაზე ზოგჯერ ვაცნობიერებთ მიზანს, ეს ისე განიცდება, რომ იგი თითქოს ყოველთვის იყო და იგულისხმებოდა, მაგრამ ცნობიერება მხოლოდ ახლა მიბრუნდა მისკენ. როდესაც ჩვენ ეს აღმოვაჩინეთ.
აქ დაახლოებით ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც მაშინ, როდესაც თქვათ, შეიძლება თეატრის დარბაზში ვზივართ, გატაცებით ჩართულები ვუყურებთ რაღაც საინტერესო სპექტაკლს და ჩვენს გვერდით მჯდომი ჩვენი ოჯახის წევრი აბსოლუტურად ჩვენ ცნობიერებაში სულ არ მონაწილეობს, არ არის წარმოდგენილი. მაშინაც კი, როცა მას შთაბეჭდილებებს უზიარებთ. მიუხედავად იმისა, მისი ჩვენს გვერდით არსებობა მაინც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს აქტივობას, მაგრამ ის აქტიურად ცნობიერებაში წარმოდგენილი არ არის. აი შემთხვევით, თავი თუ მივაბრუნეთ მისკენ და იქ არ დაგხვდა განცვიფრება, ან შეიძლება შიში შეგვიპყრობს, ეს შიში არსებულ ვითარებას უკვე გაცნობიერებისაკენ მიაბრუნებს და შედეგი იქნება ის, რომ გაცნობიერდება, უკვე სრულად წარმოდგება იგი ჩვენს ცნობიერებაში. მაგრამ ეს შიში და გაოცება გაცნობიერების შემდეგ კი არ აღმოცენდა, პირიქით, იგი მას უსწრებს. ჯერ არის ეს ემოცია და შემდეგ ხდება გაცნობიერება. მას შესაბამე იმ ნაგულისხმები არაცნობიერი მოცემულობიდან გამომდინარეობს პრინციპში. საზოგადოდ ემოციური განცდები, რომელთა გამომწვევი მიზეზებია, მიზეზები პრინციპში მოცემულ მომენტში ცნობიერებაში აქტიურად არ არის, არ ჩანს. გვაფიქრებინებენ, რომ მათი შესატყვისი მოვლენები გარკვეული ფორმით აღქმისა და წარმოდგენის აქტებამდეც არსებობდნენ. რომ გარესამყარო ჩვენთვის მხოლოდ ცნობიერების ფორმაში არ არის მოცემული. გვაგრძნობინებს ამას. ჩვენი მოთხოვნილებები აქტივობის პროცესის წარმართვისას ბოდიში ყოველთვის სრულებითაც არ ცნობიერდება. მოთხოვნილებები და ინტერესები სხვადასხვა სახის მისწრაფება და გადაწყვეტილება, ემოცია, სიძულვილია ეს თუ სიყვარული, არსებობას ცნობიერების ველზე არც იწყებენ და არც ამთავრებენ. ისინი ღრმად, მათ უпростоრად ძალიან ღრმად აქვთ ფესვები გადგმული ადამიანის ფსიქიკაში და იქიდან წარმართავენ ცნობიერების პროცესებს. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ერთ-ერთი დაკვირვება, რომელიც თქვენც შეგიძლიათ, ალბათ თქვენ ძალიან ხშირად შეგიმჩნევიათ და დაკვირვები ხართ თქვენ თავს. როდესაც მაგალითად მეცადინეობთ და კითხულობთ რაღაცას, კონსპექტს X და ასე შემდეგ, რომელიმე განსაკუთრებით გააქტიურებული მოთხოვნილება ისე შეუმჩნევლად შემოგვეპარება და გამოგვთიშავს ცნობიერების აი ამ კითხვის პროცესიდან, რომ სრულიად გაუგებარი ხდება, როდის მოხდა ეს, როდის შეწყვიტა ცნობიერებამ წაკითხulis გააზრება და შეუდგა წარმოსახვის, ვთქვათ, სურათების შექმნას, რასაც ოცნება ქვია. ხელმა შეიძლება ფურცლები გადაფურცლოს, თვალმა იკითხოს ასოები, მაგრამ მთელი ეს მოქმედება ისევე გაუცნობიერებელი რჩება, როგორც ის მოთხოვნილება, რომელმაც ცნობიერების შინაარსი წაგვართვა. შემდეგ უეცრად გამოვერკვევით, რომ ოცნებას წაუღივართ და უკანასკნელი გვერდები ისე გადაგვიკითხავს, რომ ჩვენ არაფერი არ გაგვიგია და რა თქმა უნდა არც გვახსოვს რა წავიკითხეს. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილება თავის საქმეს ცნობიერების გარეშე აკეთებს. თვალი ნამდვილად კითხულობს ამ დროს, სტრიქონებს, ასოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვებისა და ასოების ხატები გვაქვს, მაგრამ ისინი არ არის წარმოდგენილი ცნობიერებაში, ვინაიდან ცნობიერება მთლიანად მოწყვეტილია რეალობას და ფანტაზიის სამყაროში ვართ გადასული. მისთვის არც წიგნი არსებობს და არც ის სიტყვები, რომლებიც ამ წიგნში ამოვიკითხეთ.
არაცნობიერი ჩვენს კოგნიტურ პროცესებშიც არის შემოჭრილი, შეიძლება ითქვას. აი მაგალითად საქმე გვაქვს შემეცნებითი, ანუ კოგნიტური პროცესი, სახელმდობლო ჩვენს უკვე აღნიშნულ მაგალითში, სახელმდობლო აღქმის არაცნობიერი მიმდინარეობის ფაქტთან. აი შეგრძნებისა და აღქმის სფერო მართლაც დიდარ მასალას იძლევა არაცნობიერი ფსიქიკის დახასიათებისათვის. ირკვევა მაგალითად, რომ ადამიანის ფსიქიკაში აისახება იმდენად მცირე ინტენსივობის გამღიზიანებლები, ანუ ინფორმაცია, რომლებსაც ცნობიერება ვერ აფიქსირებს. მას ზღურბლს ქვედა ან სუბსენსორული გამღიზიანებლები ეწოდებათ. მაგალითად, ეკრანზე ვიზუალურად შეიძლება მოცემული იყოს ინფორმაცია, რომელსაც აბსოლუტურად ვერ ვამჩნევთ, მაგრამ იგი მაინც ერთგვარ ზემოქმედებას ახდენს სუბიექტზე, აღძრავს მასში გარკვეულ სურვილებს და მოტივაციურ ტენდენციებსაც. ამ მოვლენას სხვათა შორის ძალიან ეფექტურად იყენებენ სარეკლამო ბიზნესში და ამას რეკლამის ფსიქოლოგები კარგად გეგმავენ. აი ერთ-ერთი შეიძლება გაგებულიც გაქვთ ძალიან სენსაციური ერთ-ერთი პირველი ესეთი გამოკვლევა გახდათ, როდესაც ეს მეთოდი გამოიყენეს ერთ-ერთ გახმაურებულ ეს გახმაურებული უკაცრავად ის გახლდათ ფაქტი ერთ-ერთი ფილმის მსვლელობისას ამერიკაში ხდებოდა ეს მსვლელობისას წამის 1.24-ის განმავლობაში ისე რა თქმა უნდა რომ ამას ადამიანი ვერ ამჩნევს ეკრანზე მრავალჯერ ჩნდებოდა კადრები რომლებიც ხოტბას ასხავდნენ კოკა-კოლას მიუხედავად იმისა რომ ეს კადრები არავის ცნობიერად არ ახუქვამს მაგრამ რა თქმა უნდა შევიდა მათი აღქმის სფეროში მაყურებელში გაიღვიძა აღნიშნული პროდუქტების შეძენისა და მოხმარების გამოკვეთილმა სურვილმა იქიდან დაფიქსირდა რომ იქიდან გამოსულმა ადამიანების ძალიან დიდმა პროცენტმა მივიდა და იყიდა ეს პროდუქტი აკუსტიკური და ვიზუალური ესე ვთქვათ სუბსენსორული გამღიზიანებლები, ზურგსხვედა გამღიზიანებლები გამოყენებულია ენის სწავლებაში, მაგალითად, ლექსიკური მარაგის გამტკიცებისათვის. ასევე მავნეჩვევებთან საბრძოლველად, ალკოჰოლიზმის, მწეველების და სხვა მიდრეკილებების ადამიანებთან და ასე შემდეგ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამგვარი პროცედურების ეფექტურობა სპეციალისტები არაერთმნიშვნელოვნად აფასებენ. სხვათა შორის ამ ფაქტებთან ახლოსაა ეგრეთ წოდებული პერცეპტული დაცვის ფენომენი. ეს გახლავთ პროცესი, რომლის მეშვეობითაც სუბიექტი თავს იცავს სხვადასხვა ხიფათის შემცველი ან სოციალურად შეზღუდული სტიმულებისაგან. ერთ-ერთ ექსპერიმენტში დისპირებს განსხვავებული სისწრაფით აწვდიდნენ ამოსაცნობად ერთნაირი რაოდენობის ასოებისგან შემდგარ და საერთო სტრუქტურის მქონე ორი ტიპის სიტყვებს, ეს გახლავთ ნეიტრალური და ტაბუირებული. სექსთან დაკავშირებულს აწვდიდნენ. ამასთან ერთად ხდებოდა ემოციასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური რეაქციების რეგისტრაციაც. გამოირკვა, რომ ცდის პირები მნიშვნელოვნად მეტ დროს ხარჯავდნენ ემოციურად შეფერილი სიტყვების ამოსაკითხავად და ავლენდნენ ამ სიტყვაზე გამოხატულ ფიზიოლოგიურ რეაქციებს მანამ, სანამ მათ ამოიცნობდნენ. მსგავსი გამოკვლევები ადასტურებენ, რომ უკვე პერცეპტული აქტივობის დონეზე ადამიანები გაუცნობიერებად არჩევითად რეაგირებენ სპეციფიკურ ემოციონალურ სტიმულებზე. ჩვეულებრივი აღქმაც კი, რომელსაც ჩვენი მოქმედება ემყარება ძირითადად დიდწილად ცნობიერების მონაწილეობის გარეშე ხორციელდება თუ დავაკვირდებით. ვაცნობიერებთ თუ არა ჩვენ
იმ ზედაპირს, არ უსწორმასწორო ზედაპირს, რომელზეც დავდივართ ყოველდღიურად. ადამიანებს, რომლებიც ხვდებიან ქუჩაში, მაღაზიის ვიტრინების საგნებს, რომელთაც თვალს ვავლებ და ბევრ სხვა რამეს ვამჩნევთ კიდე, მაგრამ ამავდროულად თანამგზავრთ არ საუბრი თუ ართ გართული. არ ხდება ამ დროს ცნობიერად აღქმა იმ ყველაფრისა. მოცემულ შემთხვევაში ჩვენი ცნობიერების საგანს წარმოადგენს მხოლოდ თანამგზავრის თხრობის შინაარსი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერი, რაც გარემოში გვხდება, მას ჩვენ არ აღვიქვავთ. ქუჩაში ჩვენ მიერ განხორციელებული მოძრაობები და მთელი ქცევა ჩვენს მიერ განხორციელებული ზუსტად შეესატყვისება ყველაფერ იმას, რაც იგივე მიმდინარეობს. ჩვენ არაფერს არ დავეჯახებით, ფეხს არაფერს არ წამოუკრავთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მას აღვიქვავთ. იგივე ითქმის სხვა კოგნიტურ პროცესებს, მაგალითად მეხსიერებაზე. ადამიანის მეხსიერებაში ბევრი რამ მისი ცნობიერი განზრახვის გარეშე აღიბეჭდება. ამას დამახსოვრების პროცესი ქვია. ასევეა გახსენების დროსაც, ანუ აღდგენის პროცესი. მეხსიერებაში დაცული მასალა შეიძლება ისე ამოვიდეს ცნობიერებაში, რომ ადამიანმა არც იცოდეს თუ რატომ გაახსენდა ეს. ასეთია ეგრეთ წოდებული პერსევერაციის და ეგრეთ წოდებული ასოციაციური მეხსიერების, ესე ვთქვათ, ფაქტები. ჩვენ ამ მეხსიერების ამ ფორმებს, როდესაც მეხსიერება შევისწავლით, მაშინ უფრო წვრილად გავეცნობით. ყოველივე ეს ცნობიერი კონტროლის გარეშე ხდება და მიმდინარეობს ადამიანში. მეხსიერებაში შემონახვის პროცესი ხომ თავისი არსით არაცნობიერია. ინფორმაცია მოძრაობს ცნობიერებიდან მეხსიერების არაცნობიერი საცავებისაკენ და პირიქით გზასაც ანხორციელებს. აღბეჭდილი ინფორმაცია არაცნობიერში უბრალოდ კი არ ინახება, არამედ გარკვეულ ფსიქიკურ გადამუშავებასაც განიცდის აუცილებლად. იგი სათანადოდ სტრუქტურირდება და აქტივირდება სუბიექტის წინაშე მდგარი ამოცანის შესატყვისად. ამიტომ ყოველ მოცემულ მომენტში მხოლოდ ის შემოდის ცნობიერებაში, რისი გაცნობიერებაც ამ მომენტისათვის აუცილებელია. ეს ფაქტი მეხსიერებაში მიმდინარე, ვთქვათ, არაცნობიერ ფსიქიკურ პროცესებზე აუცილებლად მიუთითებს და ამ ფაქტს ჩვენ მეხსიერების განხილვისას ისევ დაუბრუნდებით. მეხსიერებაში საშუალოდ 7-8000 სიტყვა არის დაცული. ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ იმ სიტყვებს და ამ სიტყვებს, რომელიც არის და შეიძლება ითქვას საოცარია, რომ მეტყველების დროს ყოველი სიტყვა თავის დროზე და თავის ადგილზე ჩნდება იქ, სადაც უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და სადაც უნდა გამოვიყენოთ. 8000 სიტყვა ჩვენ რო ამას ცნობიერად ვეძებდეთ, 8000 სიტყვიდან თითეულის ამორჩევა რო გჭირდებოდეს და ეს იყოს ცნობიერი პროცესი, ჩვენ ალბათ დღის განმავლობაში სულ რამოდენიმე წინადადების თქმას თუ მოვახერხებდით. მეტყველების პროცესში ცნობიერება ჩვეულებრივ არც აზრის გამოთქმისათვის არის საჭირო და სიტყვების შერჩევის დროს და არც სიტყვათა გრამატიკულ შეთანხმებაში მონაწილეობს ცნობიერება. ერთიც და მეორეს მათ მოცემული ვითარების შესატყვისად გამზადებული ეძლევა ადამიანს. დაკვირვება ადასტურებს, რომ წინადადება და მასში მოცემული აზრი ცნობიერების გარეთ სტრუქტურირდება იქამდე, ვიდრე მას წარმოვთქვამდეთ. ჩვეულებრივი საუბრის, გახლავთ ეს თუ კამათის დროს თუ მოხსენების გაკეთების დროს, ხშირად საკმაოდ გრძელ წინადადებებს ვიწყებთ სიტყვით, რომელსაც ამ წინადადების უკანასკნელი სიტყვა მოითხოვს. ისე რომ ეს უკანასკნელი სიტყვა წინადადების დასაწყისში გაცნობიერებული სრულებით არ აგვაქვს. როდესაც მოკამათეს ეს ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც მოკამათეს სიტყვას ვაწყვეტინებ ძალიან ხშირად, იმ მომენტში ჩვენი ცნობიერების ველზე არც ერთი აზრი
არც ერთი სიტყვა, რომლის სათქმელათაც იგი შევაჩერეთ, შეიძლება თვალნათლივ სულ არ ჩანდეს. მაგრამ რაღაცნაირად მაინც მაქსიმალური გარკვეულობით გვაქვს მოცემული ის, რისი თქმაც გვინდა და იმის რწმენითაც, რომ სწორედ ჩვენ მიერ გამოსათქმელი აზრია ჭეშმარიტი. სათქმელი შეიძლება, ასე ვთქვათ, წინასწარ გაცნობიერებული და გააზრებული იყოს, მაგრამ ეს ვითარებას არსებითად სრულებით არ ცვლის. საქმე ის გახლავთ, რომ ამ მომენტისათვის, როცა ლაპარაკს ვიწყებთ, წინასწარ ნაფიქრალი ცნობიერებაში არა გვაქვს მოცემული. ეს ისია, თუნდაც იმიტომ და ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ ცნობიერების მოცულობა მეტად მცირეა. იგი ერთ გრძელ წინადადებასაც ვერ გაწვდება. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ ვთქვათ, ლექტორს ლექციის დაწყებისას მთელი სათქმელი ცნობიერებაში კონდეს. მან ცხადია იცის ის მასალა და ისიც იცის, რომ შესაბამისი ცოდნა მას აქვს, მაგრამ თვით ლექციის შინაარსი არაცნობიერად არის მოცემული. მისი გაშლა, გაცნობიერება მხოლოდ ლექციის მსვლელობაში მიმდინარეობს და წარმოებს. ის გარემოება, რომ ფროიდის თეორია, ვთქვათ, ვიცი, არ ნიშნავს, რომ იგი მოცემული მაქვს ცნობიერების რაიმე შინაარსის წარმოდგენის ან აზრის სახით. ეს კონცეფცია, როგორც ერთი მთლიანობა, ჩემში უბრალოდ არაცნობიერადაა წარმოდგენილი და იგი ცნობიერებას მხოლოდ თანდათანობით, მსჯელობითა და გრძელი რიგის სახით შეიძლება მიეწოდოს. თუ მეხსიერების შემთხვევაში აი ეს მისი ფუნქციონირების არაცნობიერი მექანიზმზე ლაპარაკი საუბარი აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან თვითონ მეხსიერება თავისუფლად ფსიქიკური შინაარსების ცნობიერების მიღმა შენახვით არის, ესე ვთქვათ, არაცნობიერთან დაკავშირებული, აზროვნებასთან მიმართებაში, აი ამ კოგნიტურ პროცესთან მიმართებაში ეს შეიძლება ძალიან უცნაურად უჩვეულოდ მოგვიჩვენოს, რადგან აზროვნება ჩვეულებრივ ცნობიერი გონებრივი მოქმედების საჩვენებულ ნიმუშად ითვლება, ხო? მაგრამ უკვე გასული საუკუნის დასაწყისში ჩატარდა ექსპერიმენტული კვლევა, რომელმაც ძირითადად ქალაქ ვიურცბურგის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში ჩატარდა ძირითადად ამ ქალაქის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში და ამ კვლევამ აჩვენა შემდეგი, რომ აზროვნების არსებითი მხარეები, მისი პროცესები და მექანიზმები, ის თუ როგორ გადადის აზრი ერთი მნიშვნელობიდან მეორეზე, როგორ ხდება ამოცანის ამოხსნა, როგორ ჩდება ფაქტი გაგება, მიხვედრა, წდომა, არ განიცდება და სუბიექტის თვითდაკვირვებაში არ არის მოცემული. მათზე შინაგანი დაკვირვების მოხდენა, მათი შემჩნევა და ცნობიერების არეში მოქცევა ფაქტობრივად შეუძლებელია. ცნობიერებაში მოცემული აზროვნების პროცესის შედეგი, ახალი ცოდნა, აზრი და ამ პროცესის თანხლები, ემოციური ელფერის ინტელექტუალური მდგომარეობები, ვთქვათ, ეჭვი, ძიება, დარწმუნება, დაურწმუნებლობა და ამგვარი სხვა განცდები, თავად ინტელექტუალური, უკაცრავად თავად ცნობიერებაში ეს არის მხოლოდ მოცემული. ინტელექტუალური ოპერაციები, თვითონ ინტელექტუალური ოპერაციები კი როგორც წესი არ ცნობიერდება ადამიანის მიერ. თანამედროვე მონაცემები, კვლევები ადასტურებს, რომ სააზროვნო ამოცანების გადაწყვეტისას სათანადო ცოდნისა და გონებრივი წესების გამოყენება ძირითადად არაცნობიერად ხდება. ამგვარად, შემეცნებითი ფსიქიკური ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ჩვენს მიღმა, ცნობიერების მიღმა მიმდინარეობს და მიუწვდომელია ჩვენი დაკვირვებისათვის. როგორც ჩანს, ცნობიერებას თითქმის არ აქვს წარმოდგენა აი ამ პროცესებზე უშუალოდ.
რომლებიც ჩვენს აღქმას, მეხსიერებას თუ აზროვნებას განსაზღვრავს. ადამიანები აღიქვავენ სტიმულებს, ამოაქვთ მეხსიერებიდან შინაარსები და იყენებენ ამ ინფორმაციას, გამოაქვთ ლოგიკური დასკვნები და ეს ყველაფერი მეტილად ცნობიერების მონაწილეობის გარეშე ხდება, რასაც ამ პროცესის შემადგენელი მოქმედებისა და ასე ვთქვათ ოპერაციების ავტომატიზირებულობა განაპირობებს. არაცნობიერი ავტომატიზმების შესახებ უკვე შემდეგ ლექციაში მოგითხრობთ. დღეისთვის სულ ეს იყო. გმადლობთ ყურადღებისათვის.